დღევანდელ ვიდეოში 24 საათს გავატარებთ. აი ამ მანქანაში. ვეცდებით რომ 24 საათის განმავლობაში 7 წუთზე მეტი მიწაზე ფეხი არ დავდგათ. ხოდოგებ ძალიან მალე გამზადეს, ამიტომაც ახლა გადავიდეთ. მოიგო მართამ. შეგქონდა რა გველია. ორომაკ მეწურება, მე შემოძმავ. ვაპირებთ რომ გავაკეთოთ მე-6 ჩელენჯი. უკვე დიდი ხანი გავიდა რაც მანქანაში ვართ და დავიღალეთ, მაგრამ რას ვიზავთ? კიდევ ბევრი ჩელენჯი გვაქვს გასაკეთებელი. მოგვისაღა მოვდალასობაში და მოგვინდა საჭირო ოთახში. ბიჭო, უკიდიდან აწვევი იმას თუ რასაკეთებ? ფეხის გაშლა მინდა ძო. აი ეხა მაკის პარკინგზე მივიდეთ და მე გადავალ რა. აი 3, 2, 1 მიდი მაშე პირველი ხარ. რამდენი წუთი გავიდა? და ნელა რო ბრუნდება. ნო 2 წუთი და 30 წამი დამჭირდა რა. 20 წუთი ხომ მქონდა? ამშა წუთ ნახევარი რა. გელაზე ადრე გამოვედი. აი ამ შენ რამდენი დარჩა? 50. კაი, მე 5 წუთი მაქვს დარჩენილი და ბარე მეც გადავალ. შიგნით ხალხი არის? რა თქმა უნდა, მაინც და მაინც მაშინ, როდესაც მანდა გვიტიშვმა გარეცხა თავის მანქანა, გაწვიმდა, წვიმს აზრი არ აქვს, ანუ აზრი არ აქვს იმ კაფეებს წეღან რაც ვახარჯეთ ამ მანქანას, იმიტომ რომ გაწვიმდა. მაგრამ არა უშავს ცხოვრება გრძელდება, გელა შენი კარი არის ღია და დაკეტე ძალიან გთხოვ. მადლობა. ახლა უნდა გადავიდე, მეც საპირფარეშოში უნდა წავიდე. გელა დაინიშნავს დროს და ვნახოთ რა მოხდება. 3, 2, 1 წავიდა. ავარა და 2 და 15. აბა რა ხდება? რამდენია? 2 და 15, მეგობრებო. და მე და მართა დავნიძლავდით 20 წამზე რა, ვინ უფრო მალე ახლოს იქნებოდა და მართა 2 წუთი ნახევარი თქვა, მე 2 წუთი და 40 წამი და ამიტომ მართა მომიგო 20 წამი. და რა მოგიგო ხა რა მიიქცე? 20 წამი მომიგვა. ჩემ 20 წამს ვაძლევ მართა. გთხოვ, ეხა სოფომ უნდა მოიფიქროს ისე ჩელენჯი, რომ გელას ვაფშე წაბაგებინოთ. მე 2 და 45, მართა 3 და 10, გელას წუთს ნახევარი? 20 და 10. წუთი და 10. კაი, ვაგრძელებთ მეგობრებო, მე აქ არ წავაგებ. ახალი ჩელენჯი გვაქვს, რადგან ძალიან ცოტა დრო დარჩათ. ეხა 3-ვე გადავლენ და მართა დაარტყავს 1 წრეს, სტადიონს და წრენახევარს დაარტყავენ მანანა და გელა. ვისაც დრო ამოეწურება, ის თამაშს გამოეთიშება საერთოდ და ვნახოთ. ჩემი აზრით გელა გამოეთიშება. აუ მე მგონი პირი შემიკრეს რა, ეხა წუთი და 10 წამი მაქვს დარჩენილი და ანუ აი სტადიონია არც ისე პატარა. მიდი მაშ, გადმო. 1, მოიცადე შესასვლელი სად არის? მოიცადე, არ გადმოხვიდე 1 წამი. შესასვლელი სადა? მიდი მაშ, მიდი. ყოჩაღ. ყოჩაღ მაშ. მიდი. დაიღალე. ცოტაც. ყოჩაღ. მოვედი. 50 წამი. 50 წამი, მეგობრებო, საკმაოდ სპორტულია ეს ბავშვი, ხო? ყოჩაღ მაშ. შვენივრად. 2 და 20 დარჩა მართას. წუთი და 10 წამი მაქვს და 1 წრე და კიდევ ნახევარი უნდა დავარტყა სტადიონს. 3, 2 წავიდა. გელა კუთხეებს ძალიან უწეხა. კაი. მიპასე, ნახე ძელი. აი ეს ხო 1. რამდენია? დავიღალე. 57. მოკლედ მეგობრებო, 13 წამი დარჩა გელას, მე დარჩა 2 და 45 და მართას დარჩა 2 და 20, ხო? ეხა მე ვეცდები რომ გელას შედეგი გაუმჯობესო რა. გეხვეწებით არის ჭინჭყლად რო გადავალ მერე ჩართეთ. იცი როგორ ნერვიულო. 3. მოიცა! აი მე რა მოიცადე. 1. რას საკეთებ თო მანანი? და ფორესტ გამპი ხარ bro. Run Forest run! ყდები. აღარ შეუძლია. მეგობრებო, აი ეს არის ჩემი გაუმჯობესებული შედეგი 52 წამი. მე ვამბობ, რაც იუთუბერო დავიწყე, რომ მე ვარ ძალიან სპორტული. ეს
ყველაფერი იმალება, ნელა გამოვლინდება. ძალიან გთხოვთ სიტყვაზე მენდეთ. ყოველთვის მხარი დამჭირეთ მე. მანანა ვარ იცი. აი, რამდენი დაგჭა? ეხლა გამოვითვლი 45? ჰა? მართა მე რამდენი ხმა მქონდა? თუ კი არ წამი 2 და 45 მქონდა. 2 და 45 მინუს წუთი და 53 წამი დამრჩა მე. გელას დარჩა 10 წამი. გენაცვალე შენ. ვაგები ხალ. მე დამრჩა 30. მიგებს? გელა რადგან შენ დაგჭა მხოლოდ და მხოლოდ 10 წამი, ერთი ჩელენჯი მაქვს შენთვის. თუ პირველივე ცდაზე 50 ჯერ აკენწლი ბურთს, მაშინ დაგემატება 20 წამი, თუ არა და გავარდები საერთოდ ამ ჩელენჯიდან. ეცილი ოპერატორი ყავს. აი, წავედით. აბა 20 წამზე მიდის ბრძოლა. პირველივე ცდაზე უნდა ავკენწლო 50. არ ვიცი. ნერვიო. არა, ხო, სოფო ერთი წმომე, ერთი შანსი. ერთ შანსად გაძლევ. მიდი გელა. შენი შანსია. 20. ნუ ითვლი ბრო. არა. რატო გამივარდა? დავმარცხდი. თქვენ წაგეთ. მადლობა, ბავშვებო. ბადროს ავკენთ. აუ, დავმარცხდი საღამოსაც საათს. ხათ შევწდი, სად დავკარგე ბევრი დრო? ჩემთვის საწყენია. მართლაც მნიშვნელოვანი მოთამაშე გამოგვეთიშა მეგობრებო, მაგრამ მე და მართა განვაგრძობთ 24 საათიან ჩელენჯს, რომელიც არის ძალიან საინტერესო, მართლა ჯერჯერობით მართლა ძალიან მაგრამ იდის. დარჩით ვიდეოს ბოლომდე აუცილებლად. ერთადერთი პლუსია რომ გამოვარდი, რომ თავისუფლად დაიძინებ კამერა. ერთწუთიანი შესვენება, რაღაც ძალიან დიდი სიახლე უნდა გითხრათ. ალბათ ამჩნევთ, რომ ერთნაირი მაისურები გვაცვია, ოღონდ განსხვავებული ფერის და დიახ, თქვენ მართლები ხართ, ჩვენ გავაკეთეთ ჩვენი ორი ერთნაირის მაისურები, რომლების ვიზუალიც არის ულამაზესი და ძალიან მაგარი სიახლე გვაქვს თქვენთვის. დღეიდან ვინც გაიმარჯვებს და ტოპ კომენტარების გამარჯვებული ვინც იქნება, უკვე დასაჩუქდება ჩვენი ბრენდირებული მაიკებით. მეც ძალიან მიხარია, ჩემი ზრით ძალიან ლამაზი არის და ვინც გაიმარჯვებს ტოპ კომენტარებში მიიღებს აი ამ ულამაზეს მაისურებს. მოკლედ დალაიქეთ ვიდეო, დაგვიკომენტარეთ და ეხლა გააგრძელეთ ყურება. გელამ გაძლო 12 საათი და მე და მართა შევეცდებით, რომ შემდეგი 12 საათი გავუძლოთ. მოკლედ მეგობრებო, გემშვიდობებით, მაგრამ ორი ერთნაირს გიტოვებთ. ავედი მოკლედ და წარმატებები. კარგად გელა. მოკლედ მეგობრებო, დადგა იმ ჩელენჯის გადაღების დრო, როდესაც მე უნდა ვამეცადინო ეხლა მართა. გახსენებთ, რომ მართა არის მე-5 კლასელი. პირველ რიგში ესა ჩემი ჩანთა. ძალიან დიდი ჩანთა გაქვს, მინდა გითხრა. აქ მიკედია ესეთი ლაბუბუ, მიკედია ესეთი კურუმი არა მაი მელოდი არ ვიცი. სახელებს ამობს. და ესეთი გული. პირველ რიგში მიდევს წყალი, ერთხელ ვიყიდე 1 ლიტრიანი ბოთლი, აი. არ წიდა ვფიქრდი ფერი მომეწონა. ვიყიდო და აი მიდევს ესეთი 2 ცალი პენალი. პირველ პენალში მიდევს ფანქრები და ფლომასტერები, ფერადი ფანქრები და ფერადი ფლომასტერები. ესეთი ვარდისფერი პენალი მაქვს. ნუ აქ მიდევს ესეთი მარკერები, რაღაცე, სახაზავები, ეგეთი რაღაცეები. მოდით ვნახოთ რა შევჭამე. ესეთი ლანჩბოქსი მაქვს. ყველაფერი შევჭამე. ყველის გარდა ჭყინტი ყველი არ მიყვარს. აქ მედო შოკოლადები და აქ მედო გიფიცები, გელას ფეხის ხელა, ტოსტი. გაკვეთილებში ვიდევს მათემატიკა, წიგნი და რვეული. გვაქვს რვეული, სადაც ნახე. აი, ნუ ეს იმიტომ გამისვა რომ მაჩვენებ და რაღაცას და ხელასოები წერებ. რა? ბუნება, წიგნი და ეს რა არის? წიგნი და რვეული, ეს ბლოკნოტი. აი რა გვიხატია აქ, ან რა გვაქვს ერთ. სასაყვარლობა. ვცდილობდი რაღაც დამეყადა ანიმე. აქაც რაღაცას ვცდილობდი. სახატავი რვეული. ეს დავხატე. ვაუ. და ჩემი ზაფხული არ დამითაურებია და ყველაფერი დავხატე. არ მიხსენი? ეს ვარ მე. აბა, ზივარ და სიმიც ვჭამ. ვაიმე. ეს რა მანანა? რას ვაკეთებ? წევხარ. ზაგარს იღებ. ხები გაწითლებული მაქვს. აქ ვიღაც არის. ეს გოგო და ამ გოგოს უღებს. ეს ცურავს. ეს მემია, ეს 6-7 და თავზე არ ვიცი რატომ. უბრალოდ დავხატე მოკლედ ხალხი რა. ზედა ზღვა და მორჩ. კოდო, ბრო ვიპოვე. აქ დავდებ. ძალიან მეძინება უკვე. იხარია სკოლაში ხარ ხო? არა. ნუ იტყვევი. არა. რავი, დილის 7-ზე კი წამოხტები ხოლმე. ხოლარი 4 შაბათი გვაქვს 4 გაკვეთილი. 4 მეთქი კაცი 7.
მეორე გამარჯვებული კომენტარი დაგვიწერა იამ, მან და მართა ძალიან მიყვარხართ, ყველაზე მაგრები ხართ იუთუბერებს შორის, შეიძლება ჩემი კომენტარი ვერ მოხდეს თქვენს ვიდეოში, მაგრამ თავარი ეგ არა. მე გირჩევთ ამ ვიდეოს მეორე ნაწილი გადაიღოთ. ძალიან მიყვარხართ. ეს ვიდეო არის 50-50 ლაი როგორ გქს მე და მართას და მართლა ძალიან მაგარი ვიდეოა, მე ძალიან მიყვარს. ია ოცხავშიმა კომენტარმა გაიმარჯვა. მადლობა ჩვენს ძალიან გვიყვარხართ. ესე იგი, ეხლა ვემეცადინებთ მათემატიკას. აი აქედან აქამდე დამორჩა. მე რო პატარა ვიყავი ხოლმე, აი კვადრატი გეფიცები ეს გეფიცები ეს და ეს. ოღონდ მართლა. იზი ბავშვებო. ეს ვარ მე შენი მათემატიკის მასწავლებელი. ხელში მომართვი. სასიამოვნოა შენი გაცნობა. ძალიან გთხოვ, აიღო ხელში კალამი და ფურცელი და დამიჯერო ყველაფერი. არა. ვარ მკაცრი მასწავლებელი. არანაირი სიცილი, არანაირი საუბარი. შემომყურებ, შემომციცნებ თვალებში და მისმენ. მართა გრიტიშვილი. დიახ მას. მართა გრიტიშვილი. რა ხდება? ეს რა საქციელია? მეზე ვალ დამიყარა. რას ნიშნავს? ამ ხელა ქალი ვარ და აქამდე ისეთი რაღაც არავის არ გაუბედავს ჩემთვის. დაიყარათ. რას ნიშნავს დაიყარა? პირველი, ჩაწერე შესაძლო უდიდესი 8 ნიშნა რიცხვისე, რომ ციფრები არ გაიმეორო. უდიდესი? მე დავწერ და გაჩვენებ ჯერ. კარგად დაფიქრდი მართა. ბრავო. არ უნდა გაემეორებინა. სწორია მართა. 1 2 3 4 5 6 7 8. მეორე მართა. დიახ მას. ჩაწერე შესაძლო უმცირესი 9 ნიშნა რიცხვი ისე, რომ ციფრები არ გაიმეორო. კარგით მას. კაი. მას დავწერე. 1 2 3 4 5 6 7 8. სწორია, შემდეგი. ჩაწერე მილიონის წინა რიცხვი ციფრები. ვიცი. უდვილესია. ესა მილიონი. 7 ციფრი უნდა იყოს. და მილიონს ან ჩვენ გამოვაკლოთ უბრალოდ 1. მილიონს რა გამოვაკლოთ 1 იქნება? ეგ არის. 6 ცხრიანი იქნება, ხო? დიახ. ჩაწერე 20.400.847-ის მომდევნო რიცხვი. შვილო. 20.400.847 და მომდევნო რიცხვი. მომდევნო რიცხვი. +1. 168. ეგა. მოკლედ მეგობრებო, მათემატიკა ვიმეცადინეთ. ქართული უკვე ნამეცადინები ქონდა და სხვა არაფერი არ აქვს ჩვენს მართას სამეცადინო და ახლა ველოდებით კიდევ ერთ ჩელენჯს. უკვე საკმაოდ გვიანია და კიდევ მოგვშით. ბევრი ვჭამეთ დღეს და რა დროც გვაქვს ახლა 2 წუთი დარჩენი, მე და მართა უნდა გავიქცეთ, ხელი დავტაცოთ რამე საჭმელს, მე ცალკე, მართა ცალკე, უნდა ვიყიდოთ როგორმე და თუ ამ ჩელენჯს გადაურჩებით, ესე იგი მთელი ღამე მოგვიწევს აქ დაძინება და ესე იგი გრძელდება ჩელენჯი, თუ ვერ გადაურჩებით, სამწუხაროდ დასრულდება ვიდეო, ამიტომ ბოლომდე გვიყურეთ, იმიტომ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია ახლა, ხო? აჰა. გონია რომ დაბმული ვარ, რა? მოკლედ წავედით. მიდი მანანა, ამადი. დაბლა ხახვა, ეხე ვიცით როგორ მტკივა? მე ძალიან მისრიალებს. აი, აქეთ. მისრიალებს. მიდი. უგამიხსნ. ნეილა არ წაიქცეთ. მანა. ბიჭი. იქით არის საჭმელი და ეგრევე დავტაცოთ ხელი. აუ, ჭვალი მაქვს. ეს ავიღოთ. ოვიდი. წაი, მალე. მიდი, მგონი ვასწრე. კიდევ ერთი ჩელენჯი, აი აღარ შემიძლია უკვე. ეს ჩელენჯიც დაძლეულია. ახლა უნდა წავიდეთ და გამოვიყანოთ მანავარი თორე და მე არის ძილის დრო. იცით როგორ მეძინება და როგორ დავიღალი, აი ცუდად ვარ ოღონდ მართლა. მაგრამ ყოჩა, ანუ ყველაზე რთული ჩელენჯია, რაც აქამდე გამკეთებია. დღეს საერთოდ სპორტული ჩელენჯები გვაქვს მგონი. ვიყიდეთ სხვადასხვის სუში და ვიყიდეთ ასევე ბურიტო. ძალიან მიყვარს მე ბურიტო და მანას და. ეხლა მივიდივართ რომ ბებო გამოვიყვანოთ სამუშაოდან. შემდეგ დავიძინებთ. ჩვენი ტრადიცია ბებუს გამოყვანა სამსახურიდან და 12 რო იწყება მაშინ ამთავრებს როგორც წესი და თქვენც რო გაიზრდებით აუცილებლად მიაქციეთ მშობლებს და ოჯახის წევრებს ყურადღება. ჩვენი აზრითაც მოკლედ გელამ სპეციალურად წააგო, იმიტომ რომ უნდოდა სახლში და ეხა მშვენივრად იმას იზავს გამოიძინებს სახლში. ჩვენ ვიკითხოთ. მესამე გამარჯვებული კომენტარი ლილემ გაიმარჯვა. მანანა და მართა ძალიან მიყვარხართ. უკვე დიდი ხანია რაც გიყურებთ და გამჩნევთ როგორ შეცვალეთ კონტენტი, რაც კარგია. მე გირჩევთ რომ 100
1000 გამომწერისთვის ბოქსი გააკეთოთ და დაგეხმარებათ ამატებაში გამომწერების. ჩემი მიზანია მოგცეთ რჩევები გამომწერების შესამატებლად. მე ვფიქრობ დაგეხმარებათ, რაც დავიწყე ყურება არასდროს გავემარჯვია, მაგრამ იმედი მაქვს და ჩემი თხოვნა ის კომით ვნახეთ, დამიგოთ და დამიკომენტაროთ. მადლობა, მე მაინც მოვყარებ იმედებს, მიყვარხართ. ლილეთ ძალიან მაგარი კომენტარია. ძალიან დიდი მადლობა, რომ დიდი ხანია რაც გვიყურებ, გვერდით გახარდა გჯერა ჩვენი და დარწმუნებულები ვართ ჩვენც რომ ძალიან მალე ავალთ 100.000 გამომწერზე და მის ეხა კიდე გვიყურებთ, ესე იგი დიდი შანსია რომ მოგწონეთ ჩვენი ვიდეოები და ძალიან გთხოვთ თუ გამოწერილი არ ხართ, აუცილებლად გამოგვიწერეთ. მოვყვანეთ სახში ბებო და ეხლა ველოდებით გელას. რომ უკვე ჩვენი სავარძლები აი ესე უკვე გადავწიოთ. უი რა კაია. აი მე რა კაია. ან მე ჩვეულებრივად დავიძინებ ხო მართლა. ეხა ველოდებით რომ პლედი ჩამოგვიტანოს მოკლედ და არ მე ისიც კარგად ვარ მე. აი მოვიდა და გული გამისკდა და მოვიდა მე ჩუ. სკაიც ყავს მოიცა? ხო არ დანებდებოდი. ბებომ ესე თქვა ეგ უეჭველი ძალით წააგებდა. სკაი მიესალმე. აბა თბილი. მანქანაში ვიძინებს და 100.000 გამომწერი არ უნდა qovდეს. გამოიწერეთ ორი ერთნაირი სარხი. გამოიწერეთ. დილინებისა ყველას. მოკლედ ხალხო ცოტა ხანი გავიდა და ჯერ ვერ ვიძინებ. ანუ იმაზე ვფიქრობ, რომ ჩვენი ვიდეოც გვაქვს გადაღებული 24 საათი ტყეში როგორც და რეალურად მაგ ვიდეოში ძალიან მეშინოდა, როდესაც დავრჩით, მაგრამ ეგრევე ჩამეძინა. აქ ეხა რეალურად ძალიან ახლოს ვარ სახლთან, არაფრის არ მეშინია, აი შანსი არა, რამე რომ მოხდეს. არც მგელი, არც ტურ არაფერი არ იქნება. უბრალოდ მაშინ გელას რო იყო, ხონდაი შეგრძნება იყო რა, მოკლედ ძალიან დავიღალე და უნდა დავიძინო რა. მართას გქონი ჩაეძინა კიდეც და დილინებისა ყველას. დღე მეორე მეგობრებო, გათენდა. Hello. გათენდა როგორც იქნა. გაწბობა გვაქვს მეგობრებო ჩართული. იმიტომ რომ აკეთე გოგო კარი. იმიტომ რომ ყინავდა. მართლა როგორ ხარ? ისე ძალიან ერთი კვირა გავძლებო ხო ამბობდი? ეგავსლებ. ისე კარგად გეძინა? მართლა კომფორტულია. ვიღაცები ვიდეოს მიიღებენ. Good morning pineapple, looking good, very nice. 24 საათი ტყეში უფრო რთული იყო თუ ეს? 24 წუთში. მართლა? სულ ეს იყო ჩვენი ვიდეო. მადლობა ვინც ბოლომდე გვიყურეთ და ძალიან გთხოვთ გამოიწერეთ ჩვენი არხი. მომავალ შეხვედრამდე. აბა როგორია 24 საათის შემდეგ თავისუფლება მეგობრებო? კაია მაი.